დღეს ვილაპარაკოთ ამ საოცარ მოდელზე, ეს არის Adidas Evo SL. შეხედავ ჩვეულებრივი ბოტასია და იტყვინო რა არის განსხვავება. აქ მთავარი არის ტექნოლოგია და საოცარი ტექნოლოგიით დამზადებული. ძირი აქვს მთლიანად ქაფისგან და Light Strike Pro. ეს არის Adidas-ის სიამაყე, ამ ძირს იყენებს სიტყვაზე ვთქვათ მარათონის ბოტასებშიც, ოღონდ იქ კარბონია დამატებული. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ თუ რა განსხვავებაა კარბონის ძირს და ჩვეულებრივ ძირს შორის. ეს არის ყველაზე რბილი, ყველაზე ადეკვატური ძირი, რომელიც სირბილის, გინდა სიარულის დროს არის საოცარი. Midsole, შუა ნაწილი, რომელიც ნახეთ რა შვება, ენერგიას აბრუნებს უკან. როდესაც შენ ფეხს დგავ, უკან ბრუნდება ენერგია, ხერხემლიდან, სახსრებიდან დატვირთვა რომ მოგიხსნას. და თუ კარგი ბოტასი არ გაცვია, შეიძლება ხერხემლზე დაიმართო პრობლემები, ან ფეხზე. ეხლა რატო აქ ეგეთი ფორმა, კალისებრი, ჩვეულებრივად რო შეხედავ, გონია რომ უბრალოდ სილამაზეს არის გაკეთებული, არა. ეს სპეციალურად არის გაკეთებული სირბილის დროს, როდესაც ქუსლს დგავ, ფეხის თითებზე რო გადაიტანოს ენერგია და დატვირთვა მოგიხსნას ტერფიდან. Adidas-ა ყველაფერი გათვლილი. ეს ინჟინერ-მეში მსგავს არავინ არ აკეთებს. არის ყველაზე გრილი, რომელიც საოცრად ნიავდება და 30-35 გრადუსში, როდესაც მიღბენია, ფეხი ამომიღია და სრულიად მშრალი მქონია. ვისაც არ დაგიტესტავთ, მსგავსი ბოტასი თიძე ჩამოსათვლელით შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ ახდენს საოცრებებს. ძირს რაც შეეხება ამ რეზინას, ყველა მიცით, სარბენი ბოტასები მალე ცვდება, Adidas-მა ეგეც გათვალა და არის კონტინენტალის ძირზე. ვინც არ იცით, ეს ის კონტინენტალია, მანქანის საბურავებს უამზადებს და წარმოიდგინეთ, როგორი გამძლეა. გაცვიათ საოცრად რბილი, მაგარი ბოტასი თან, რომელიც ძალიან დიდხანს გაგიძლებთ. თუ საინტერესო იყო, დალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარები და შემდეგში უკვე კარბონის ძირზე ვისაუბრებ. აპა ნახვამდის.